ჩვენ სულ უფრო აქტიურად გვესმის განსაკუთრებით ამ კიდევ ერთხელ ამ უკრაინის ომის შემდეგ აფხაზეთის რკინიგზის და აფხაზეთის დერეფნის დებლოკირების საკითხიც, ხო? რუსული სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის ოფიციალური პირებიც კი, აი რუსეთის სატრანსპორტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა რამოდენიმე თვის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ კარგი იქნებოდა აფხაზეთის რკინიგზა რომ გახსნილი იყოს და რუსეთს შესაძლებლობა მიეცეს აი პირდაპირ აი ამ კომუნიკაციით, საქართველოს რკინიგზის კომუნიკაციით პირდაპირ დაუკავშირდეს თურქეთს, პირდაპირ დაუკავშირდეს ირანს და ასე შემდეგ. თუმცა ეს საუბრები და ეკონომიკური პროექტი, რომელიც ბევრად რენტაბელურია და გასაგებიცაა, ხო, ეხლა აფხაზეთის რკინიგზა შემთხვევით არ აშენებულა, ხო, ის რო არ ყოფილიყო რენტაბელური, მას არც ააშენებდნენ, ხო, ჯერ კიდევ იმის მეფის რუსეთის მონარქიის დროს, ხო? ცხადია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სარკინიგზო გზა რუსეთსა და საქართველოს შორის და ცხადია, საქართველოს თეორიულად კი არა, პრაქტიკულად ძალიან დიდ ეკონომიკურ და ფინანსურ სარგებელს მიიღებდა. თუმცა ჩვენ ვეჯახებით კვლავ, როგორც აღნიშნე, გეოპოლიტიკურ ფაქტორს. შეიძლება რაღაცა საკითხი იყოს ეკონომიკურად მომგებიანი, მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არ იყოს მომგებიანი, ხო? ასეთი რაღაცეებიც ხშირად ხდება. და რას გულისხმობ? უყურეთ მეგობრებო, რაშიცაა საქმე. საერთოდ მაგალითად აფხაზეთის რკინიგზის საკითხი რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან მალე გააქტიურა ჩვენი მიმართულებით. ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც რუსეთმა სურვილი გამოთქვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მას აუცილებლად ჭირდებოდა საქართველოს თანხმობაც, ანუ კონსენსუსის გზით ხდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ახალი წევრის, ახალი კანდიდატის გაწევრიანება და იმ წესებით საქართველოს თანხმობაც ჭირდებოდა. მაშინ სააკაშვილის მთავრობა იყო და თავიდან კი იყო გარკვეული პროტესტი გამოთქმული საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ, თუმცა უნდა გავიხსენოთ რა პერიოდია ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ობამას ადმინისტრაცია არის, რომელიც ძალიან შერბილებულ პოლიტიკას ატარებდა რუსეთის ფედერაციის მიმართ ოფიციალური გადატვირთვის სტრატეგიაც კი იყო არჩეული, როდესაც ამერიკა ყველანაირად ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობების, გაფუჭებული ურთიერთობების გაუმჯობესებას და ბევრი რიგი მიმართულებით ამერიკა თმობდა თავის პოზიციებს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით და სწორედ ამერიკელების ძალიან აქტიური ჩარევით, ზეწოლით, პირდაპირ რომ ვთქვათ, სააკაშვილის მთავრობას უთხრეს, რომ მას დადებითი პოზიცია გამოევლინა რუსეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და სააკაშვილი ცხადია დაემორჩილა ობამას ამ დაჟინებულ თხოვნას, თუმცა ერთი პირობა იყო მაშინ დასახელებული, ვინაიდან სავაჭრო ორგანიზაციის წევრებმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის რაღაც ელემენტარული რაღაცა ფუნდამენტური საკითხები, საბაჟო რაღაც გამშვები პუნქტებიც რომ უნდა აღიარონ, ამის ფარგლებში 2011 წელს მოეწერა შეთანხმებას ხელი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლის თანახმადაც ნეიტრალური შვეიცარიულ კომპანია აიღებდა თავის თავზე აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლო რუსეთსა და საქართველოს შორის აი ამ ტვირთბრუნვის რეგისტრაციას და ადმინისტრირებას. ანუ როგორც აქეთ ჩვენს ხარეს ენგურზე და ასევე ფსოუზე დადგებოდა ეს რაღაც ნეიტრალური შვეიცარიული კომპანია, რომელიც რაღაც როგორ ფორმალურად და იურიდიულად აი რაღაც საბუთებს შეავსებდა. რაღაცა თვალსაზრისით ეს იყო რაღაც კონსენსუალური შეთანხმება, ვინაიდან რუსეთს აფხაზეთი მაშინ უკვე აღიარებული ყავდა როგორც რაღაც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო.
თუმცა ეს შეთანხმება ცხადია, შეთანხმება დარჩა, ამის იქით არაფერი არ დაძრულდა, რუსეთი გაწევრიანდა სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც და ანუ არც ჭირდებოდა მაშინ რუსეთს ეს აფხაზეთის მიმართულების დებლოკირება, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ამერიკასთან, ასევე ევროპის სახელმწიფოებთან, ევროპელები ყიდულობდნენ რუსულ ენერგომატარებლებს, რუსეთს არანაირი დაპყრობა და სანქციები არ ედო, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელი მომხდარიყო, წითელ მოედანზე ჩვეულებრივად ერთობლივი სამხედრო აღლუმები ტარდებოდა, როგორც ამერიკული ჯარის, შესაძლოა უკრაინული ჯარის ჩართულობით, ამიტომ ცხადია ეს აფხაზეთის მიმართულება ნაკლებად საინტერესო და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი იყო მაშინ რუსეთის ფედერაციისთვის. თუმცა დღეს კარდინალურად არის, როგორც აღნიშნე, ვითარება შეცვლილი, დასავლეთ ძალიან გაფუჭებული აქვს ურთიერთობა რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაცია და ტრამპი ყველანაირად ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და ასე ვთქვათ, ჩინეთს უნდა გამოსტაცონ რუსეთი და ამის ფარგლებში ბევრ რაღაცაზე ამერიკელები თვალს ხუჭავენ. ცხადია, რუსეთს ასე ერთბაშად სანქციებს არავინ არ მოუხსნის და ურთიერთობების აღდგენა იმ ასე ვთქვათ ტრეკით, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ან იმ მიმართულებით, იმ სისტრაფით ცხადია არ მოხდება. შესაბამისად, რუსეთი უკვე, როგორც ვთქვი, დამოკიდებულია თავის მეზობლებზე. ანუ თავისი მეზობლების, სახმელეთო მეზობლებს გულისხმობ. სახმელეთო მეზობლების დერეფნებზე, ლოჯისტიკურ არტერიებზე რუსეთი პირდაპირ დამოკიდებულია. შემთხვევით არ ჩადის მაგალითად პუტინი, რამოდენიმე დღის წინ ყაზახეთში იყო, ხო შეხვდა იქაურ მმართველს ტოკაევს. ანუ მათ შორის დამოკიდებული ხდება ჩინეთზე, დამოკიდებული ხდება მათ შორის ჩვენი რეგიონის სახელმწიფოებზე, აზერბაიჯანზეც და სხვათა შორის აი ალიევი რო ბოლო დროს ბევრად უფრო ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, რასაც ის უფლებასაც ის რამოდენიმე წლის წინ საკუთარ თავს არ მისცემდა, ეს სწორედ აი ამ შეცვლილ გეოპოლიტიკურ მოცემულობას უკავშირდება და ცხადია ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ. აი როდესაც ჩვენ აი ხშირად ისმის ხოლმე აი რაღაც რა შეჭირდება რუსეთს, საქართველოს, რა შეიძლება პატარა საქართველოს შესთავაზოს რუსეთს. მეგობრებო, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი ლოჯისტიკური მდებარეობა არის რაღაცა თვალსაზრისით უნიკალური. ჩვენ ვართ ბუნებრივი ხაბი ვართ, ბუნებრივი გასასვლელი ვართ ყველა მიმართულებით, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით საქართველოს უნიკალური ქვეყანა. ამიტომ სავაჭროდ საქართველოს ბევრი რაღაცა აქვს. აქედან გამომდინარე, აი აფხაზეთის მაგალითად ტრანზიტთან დაკავშირებით, როგორი პოზიცია უნდა გქონდეს ჩვენ სახელმწიფოს, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ყისიერი ეკონომიკური გარკვეული პოტენციალის მომტანი იყოს, აი მაგალითად ხარ რო გაიაროს აფხაზეთის გავლით რუსული ტვირთი ან სხვა ტვირთი, ცხადია ამაში ჩვენს ხომ მოგებას მივიღებთ. ამის მიუხედავად, ცხადია ჩემი აზრით, მანამ სანამ აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკური გადაჭრა არ მოხდება, ჩვენ არ უნდა გავხსნათ ეს დერეფანი. იმიტომ რომ როგორც კი შენ პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების გარეშე მას გახსნი, ცხადია შენ მერე აი ამ ბერკეტს, აი ამ მექანიზმს, რაც რუსეთს ჭირდება და მომავალში სავარაუდოდ კიდევ უფრო დაჭირდება, შენ ამ ბერკეტს დაკარგავ. ანუ ჩვენ რუსეთთან როგორი პოლიტიკა უნდა გქონდეს, ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ამ საკითხზე მათ შორის აპელირებით. თუმცა, როგორც ვთქვი, მე წინააღმდეგი ვარ მაგალითად აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ტრანზიტის გახსნა კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გარეშე. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ეკონომიკური სარგებელი ყისიერად მივიღოთ, გრძელვადიანათაც მივიღოთ და ძალიან დიდ
შემოსავალს მიიღებს ქვეყნის ბიუჯეტი და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება და მაგალითად დეპრესიული რეგიონები როგორიც არის სამეგრელო, რომელიც დღეს ჩიხია, ხო? იმიტომ რომ იმის იქით საერთოდ გზა არ არის. ცხადია, რაღაც კუთხით შვება იქნება სამეგრელოსთვის, აი დერეფანი რო გაიხსნას და უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ ეკონომიკური რენტაბელურობის მიუხედავად, ჩვენ უნდა გვერჩივნოს გეოპოლიტიკური და პოლიტიკური რენტაბელურობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე და გრძელვადიან გათვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მეორე, საქართველოს უნდა ატაროს რუსეთთან დაკავშირებით შემდეგი პოლიტიკა. რა არსებული ეკონომიკური კანონის ფარგლებში ცხადია და საქართველოს გეოპოლიტიკური ნაციონალური ინტერესების ფარგლებში ჩვენ რა ბუნებრივი ინტერესებიც გვაქვს, ეკონომიკური ინტერესებს გულისხმობ. ეგ ეკონომიკური ინტერესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაჭრა. აი ზოგიერთი გიჟი ხო ამბობს რომ რაღაც რუსი ტურისტები აღარ შემოუშვათ, რაღაცა რუსული ტვირთები აღარ შემოუშვათ. ნუ ეს ცოტა რას მაგონებს, იცით? აი 90-იანების დასაწყისში იყო ეგეთი რაღაც ურაპატრიოტული რაღაც ლოზუნგები, რომ რაღაც ბალახს მოვძოვთ, ბორჯომს დავაყოლებთ, ოღონდ დამოუკიდებლობა მივიღოთ და აი მეტი არაფერი არ გვჭირდება. როგორც პრაქტიკა მაჩვენა, ნუ მარტო ბალახით და ბორჯომით თურმე სახელმწიფო ვერ არსებობს. მათ შორის ის ხალხიც, რომელიც მიტინგებზე ყვირის, რომ ამისთვის მზად არის, როდესაც ამ პრობლემის წინაშე დადგება, მასაც ჭირდება ეკონომიკა. ხო, აქედან გამომდინარე ცხადია, ეხლა ფეხში არ უნდა გაისროლო. რაღაც შენი ეკონომიკა არ უნდა დააზიანო. ის ვითარება, რა ვითარებაშიც ეხლა რუსეთსა და საქართველოს შორის ეს ორმხრივი ურთიერთობებია. ეს ვითარება არც ერთი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ ჯდება. აი რას იგებს რუსეთი? მოდი დავფიქრდეთ. აი რუსეთი რეალურად არის თავისი მმართველების ემოციური გადაწყვეტილებების ტყვეობაში. თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით რომ ავიღოთ. ანუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებით რუსეთმა მოისპო ყველანაირი დიაპაზონი მანევრირების და ყოველთვის ეჯახება ამ ფაქტორს. აი უნდათ ახლა დერეფნის გახსნა, მაგრამ ვინაიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული და პოლიტიკური გადაწყვეტილების უკან წამოღება არ უნდათ, იმიტომ რეპუტაციული ზიანის ეშინიათ, ნუ ყოველ შემთხვევაში პუტინს ეშინია, იმიტომ რომ პუტინმა აღიარა ჩვენი ორი რეგიონის ჭალებში დამოუკიდებლობა. ანუ რუსეთი თავისი ნაბიჯების, თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების ტყვეობაში რჩება რეალურად და ამას ეწირება მისი გეოპოლიტიკური რეალური ნაციონალური ინტერესები. ამიტომ ადრე თუ გვიან ამის გადახარშვა, ამის ჩემი აზრით გაცნობიერება მოხდება. იმიტომ არიან იქაც ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებითაც ხომ პრინციპში ეგ მოუვიდა რუსეთს, ხო? რუსეთმა ჩათვალა, რომ სამხედრო გზით შესაძლებელია უკრაინის პრობლემის მოგვარება. თუმცა, რაში გადაიზარდა ეს ხედავთ, ხო, რამდენი წელია ომი მიმდინარეობს. ცხადია, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინის შეცდომები უნდა დაუშვათ ჩვენ. აი ეგეც მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება რუსეთი აგრესორია და გასაგებია, რომ რუსეთი აგრესორია ჩვენთანაც და უკრაინაშიც, მაგრამ შენი მხრიდან, შენმა ქვეყანამ და შენმა მთავრობამ ის შეცდომები არ უნდა დაუშვას, რაც მაგალითად დაშვებული იქნა 2008 წელს. არ უნდა დაუშვა ის შეცდომა, რაც უკრაინამ დაუშვა 2014 წელს.